გიდემო პასანი, ყელსაბამი. ქალიშვილი ლამაზი და მომნუსხველი იყო. ბედის წერის შეცდომით უბრალო მოხელის ოჯახში გაჩენილიყო. მას არ ჰქონდა სიმდიდრე და ამდენადაც არც იმედი, რომ სხვა ღირსებების ხელშეწყობით ცნობილ პიროვნებად იქცეოდა. ან დაქორწინდებოდა მაინც მდიდარ და გამოჩენილ კაცზე. ამიტომ ბედს დაემორჩილა და ცოლად გაჰყვა სახალხო განათლების სამინისტროს ერთ რიგით მოხელეს. ასეთი ყოფისთვის ის მზად არ აღმოჩნდა და უბედური მორალურად დაეცა, თითქოს ცხოვრებიდან გააუქმესო. როდესაც ქალებს არ გააჩნიათ მაღალი წრე და დიდგვაროვნება, მათი მშვენიერება, გრაცია და მომხიბულელობა ოჯახის მოახლეობას ეწირება. ასეთ ქალებს მხოლოდ გრძნობიარე ნატურა და ინსტინქტური ელეგანტურობა აძლევთ შანსს, რომ ხალხის თვალში დიდებულ ქალბატონებს გაუთანაბრდნენ. ასეთი ქალები მტკივნეულად განიცდიან კომფორტისა და დელიკატესების უქონლობას. იტანჯებიან თავიანთი სიღატაკისა და სიბეჩავის გამო. აწამებთ საკუთარი საცხოვრებელი ბინის უბადრუკი კედლები, გაქუცული სავარძლები, საძაგელი ფართლეული. ერთი სიტყვით მადამ ლუაზელს ტანჯავდა და აწამებდა ის ყოველივე, რასაც მისი წრის ქალები ვერც კი ამჩნევდნენ. პატარა ბრეტონელის შესახედაობა, რომელშიც უკვე დიასახლის გამოეღვიძა, გამოხატავდა მჭმურვანეს სასოწარკვეთას დაკარგულ ოცნებათა გამო. მას ეზმანებოდა აღმოსავლური შპალერით დამშვენებული მყუდრო ჰოლი, განათებული ბრინჯაოს მაღალი ბრებით, თბოგამტარის მომთენთავი სითბოსაგან ფართო სავარძლებში ჩაძინებული ორი მოკლე რეიტუზიანი მომსამსახურე. ქალი ოცნებობდა აღმოსავლური ავეჯით გაწყობილ ფასდაუდებელი სამშვენისებით მორთულ ფართო სასტუმრო ოთახზე. აგრეთვე პატარა, სურნელოვან მოხდენილ სალონზე, რომელშიც 5 საათამდე წაისაუბრებდა უახლოესი მეგობრების ნაცნობი მამაკაცების წრეში და ნატიბს დახვეწილს ყველასგან გამორჩეულს შეენატრებდნენ სხვები. როდესაც სადილად ქმრის პირისპირ მრგვალ მაგიდას მიუჯდებოდა, რომელზეც 3 დღის აუღებელი სუფრა ეფარა, მეუღლეს საწვნეს სახურავს ახდიდა და აღტაცებით დეკლამატორობდა. გემრიელი თათარია ხნით, ითებს ჩაიკვნეც კაცი. ქალი კი ნატიბ კერძებზე, ვერცხლის მბზინავს სერვისზე ოცნებობდა. კედელზე გაკრული შპალერი მის ოცნებაში ძველი პერსონაჟების სახეებითა და ზღაპრულ ტყეში მონავარდე უცხო ფრინველებით იხატებოდა. მას ენატრებოდა საუცხოო ჭურჭლით მორთმეული კერძები, რომელთაც თავაზიანი ჩურჩულით შესთავაზებდნენ და თავად კი სფინქსის ღიმილით მოისმენდა. სადილად სურდა ჰქონოდა რბილი ხორცი, ვარდისფერი კალმახი ან ტყის ქათმის ფრთა. ქალს სულ არაფერი გააჩნდა, არც ბუდუარი, არც სამგაულები. არადა მას მხოლოდ ეს უყვარდა. გრძნობდა, რომ მხოლოდ ამისთვის იყოს შექმნილი. როგორ სურდა, რომ ყოფილიყო სასურველი, მომაჯადოებელი და გამორჩეული. მას ჰყავდა მდიდარი მეგობარი, რომელთანაც მონასტერში გატარებული წლები აკავშირებდა და რომლის მოსანახულებლად წასვლა აღარც კი სურდა, რადგანაც სახლში დაბრუნების შემდეგ განუზომლად იტანჯებოდა და მთელი დღეების განმავლობაში ტიროდა. ნაღვლიანი, ჭმუნვარე, სასოწარკვეთილი და კაეშნიანი. ერთ საღამოს ქმარი სამსახურიდან გაფხორილი დაბრუნდა. ხელში დიდი ფუთა ეჭირა. გამომართვე, უთხრა. აი მოგიტანე. ქალმა ფუთას ქაღალდის ყარტად შემოაცალა და ამოიღო დაბეჭდილი ბარათი, რომელზეც ეწერა: მუსიე სახალხო განათლების მინისტრი და მადამ ჟორჟ რამპონეები მუსიე და მადამ ლუაზელებს თვლიან თავიანთ პატივისცემის ღირსად და ოშრაბაც 18 იანვარს საღამოს გასატარებლად მინისტრთან ეპატიჟებიან. ქმარი ზუსტად ასეთ რეაქციას ელოდა. ქალმა ბარათი მაგიდაზე მდგარ პატარა ლანგარზე მოისროლა და ნაწყამა ჩაიბუტბუტა. ამით გინდა მომხიბლო. ძვირფასო, მეგონა გაგაბედნიერებდი. შენ ხომ სტუმრად არასდროს დადიხარ, ხო და ახლა მშვენიერი შანსი გეძლევა. უზომოდ მინდოდა ამისთვის მიმეღწია. ეს ყველა სურს, მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს. იქ ხომ მაღალი საზოგადოება შეიკრიბება. ქალი მეუღლის მრისხანება ჩაგუბებული, მოჭუტული თვალებით უცქეროდა. ბოლოს მოთმინება დაკარგულმა ჰკითხა: შენი აზრით, ასეთ წვეულებაზე რა უნდა ჩავიცვა? კაცს ამაზე არ უფიქრია, ამიტომ ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა. ისკაბა, რომლითაც თეატრში დადიხარ. გონია, რომ ძალიან კარგია. კაცი გაჩუმდა და თავის ადირებულ ცოლს მიაჩერდა. თვალის უპეებიდან ტუჩის კუთხეებისაკენ ორი მსხვილი კურცხალი ნელა მოცურავდა. კაცი კი ენის ბორძიკით ერთსა და იმავეს იმეორებდა. რა დაგემართა? ქალმა თავს ძალა დაადანა. საკუთარ განცდებს ლაგამი ამოსდო. სველი ღაწვები შეიმშრალა და მშვიდად მიუგო. არაფერი. უბრალოდ შესაბამისი ჩასაცმელი არ მაქვს და ამდენად საზეიმო საღამოზე წამოსვლაც არ შემიძლია. ეს მოსაწვევი კოლეჯის მოსწავლე რომელიმე გოგონას მიეცი. სათანადოდ გამოწყობას ის ჩემზე უკეთესად მოახერხებს. უნუკეშო, გაუხარელი კაცი ხელახლა ალაპარაკდა. მატილდა, ნახოთ რაღაც ერთი რიგიანი კაბა, რომელიც შეიძლება სხვა დროსაც გამოგადგეს. ამაზე ადვილი რა არის? ქალი რამდენიმე წუთს ჩაფიქრდა.
გაიანგარიშა თანხა, რომელიც მომჭირნე ეკონომის გაკვირვებული წამოძახილისა და გაუყოვნებლივი უარის მიღების გარეშე შეეძლო მოეთხოვა. ბოლოს მერყევი, გაუბედავი ხმით ამოთქვა. 400 ფრანკი რომ მქონდეს, შევძლებდი გამოწყობას და საღამოზეც წამოვიდოდი. კაცი ოდნავ გაფითრდა. თოფის საყიდლად ზუსტად ეს თანხა ჰქონდა გადანახული. მომავალი ზაფხულის რომელიმე კვირას რამდენიმე მეგობართან ერთად ნანტერის ტრამალზე ტოროლებზე სანადიროდ გამგზავრებას აპირებდა, მაგრამ მაინც თქვა: კარგი, ასე იყოს. მოგცემ 400 ფრანკს და ესა და ლამაზი კაბა შეიძინო. დღესასწაული ახლოვდებოდა. მადამ ლუაზელი თითქმის მზად იყო, მაგრამ მაინც შეწუხებული ჩანდა. ერთ საღამოს ქმარმა ჰკითხა: როგორ ხარ? ამ 3 დღის განმავლობაში რაღაც უცნაურად გამოიყურები. ქალმა მიუგო. სამკაულის უქონლობა მადარდებს. ერთი ძვირფასი ქვაც კი არ გამაჩნია. იქ ყველაზე ბეჩავად მე გამოვიჩნდები. გაცილებით უკეთესი იქნება თუ არ წამოვალ. ქმარი შეეპასუხა: შენს ბუნებრივი ყვავილები დაიბნიე. ძალიან მოდურია ამ სეზონზე. 2-3 ცალი საუცხოო ვარდი 10 ფრანკად შეგიძლია შეიძინო. ქალს ამის გაგონებაც არ სურდა. არა, არაფერია უფრო დამამცირებელი, ვიდრე მდიდარ ქალებში ბეჩავად ყოფნა. უეცრად ქმარმა წამოიძახა. რასულელი ხარ? შენი მეგობარი მადამ ფორესტიე მოძებნა. საკმაოდ ახლოს ხარ მასთან და უარს არ გეტყვის გათხოვოს სამკაულები. ქალს სიხარულის ყიჟნა ახმოხდა. მართალია, საფიქრალი აღარაფერი მაქვს. მადამ ლუაზელი მეგობართან მეორე დღესვე გაემგზავრა და თავისი გასაჭირი შესჩივლა. მადამ ფორესტიემ სარკის უჯრიდან მოზრდილი ზანდუკი გამოიღო. მადამ ლუაზელს გაუხსნა და უთხრა: ამოირჩიე ჩემო ძვირფასო. მადამ ლუაზელმა დაათვალიერა სამკაულები. მარგალიტის მძივი, ვენეციური ოქროს ჯვარი და სხვა შესანიშნავი ნაკეთობები. ყელსაბამები სარკის წინ მოიზომა. ვერ გადაეწყვიტა რომელი ამოერჩია. თან განუწყვეტლივ კითხულობდა: სხვა აღარაფერი გააქვს? რომ არ ვიცი რა შეიძლება მოგეწონოს, კარგად მოძებნე. უეცრად ქალმა ატლასის შავ კოლოფში ბრილიანტის ყელსაბამი აღმოაჩინა. თავშეუკავებელი წადილისგან მადამ ლუაზელს გული აუჩქარდა. ფარღული ხელება კანკალებულმა ჩაბღუჯა. თავის დახურულ კაბაზე მიიზომა, ყელის გარშემო შემოიხვია, ექსტაზით ანთებული მეგობრის წინ გაჩერდა და კაეშნით სავსე უმედო ყოყმანით შეემუდარა. შეგიძლია მათხოვო. ეს და სხვა არაფერი. რა თქმა უნდა, რასაკვირველია. ქალი მეგობარს კისერზე ჩამოეგინა, მხურვალედ გადაეხვია და შემდეგ თავის განძთან ერთად შინისაკენ მოკურცხლა. იმ საზეიმო საღამოზე მადამ ლუაზელმა წარმატებას მართლაც მიაღწია. ის იყო ყველაზე ლამაზი, ელეგანტური, გრაციოზული, მომღიმარი და სიხარულისგან ერთიანად გამწყინებული. მამაკაცები მხოლოდ მას შესცქეროდნენ. სახელს ეკითხებოდნენ, მის გვერდით ყოფნას ცდილობდნენ. მასთან ვალსის ცეკვა მინისტრის კაბინეტის ყველა ატაშეს სურდა. მინისტრმაც კი შეამჩნია. ქალი ახტაცებით ცეკვავდა და თავისივე ცეკვით თვრებოდა. საკუთარი მშვენიერების ამ ტრიუმფით გაბრუებული აღარაფერზე ფიქრობდა. წარმატებით გაამაყებული ბედნიერების ღრუბლებში მყოფი თითქმის ხელახალი დაბადების გამო მთელს თავის მადლიერებას გამოხატავდა. ქალის გული კი ამ გამარჯვებას მთლიანად აევსო და დაენაზებინა. წვეულება დილის 4 საათზე დატოვა. მის ქმარს 3 სხვა ბატონთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ერთ პატარა მივარდნილ სალონში ეძინა, სანამ მათი ცოლები მადამ ლუაზელივით თავდავიწყებით ერთობოდნენ. დილით მუსიე ლუაზელმა ცოლს მხრებზე ჩვეულებრივი, უბრალო სამგზავრო მოსასხამი მოასხა, რომელმაც მადამ ლუაზელის საბალო ელეგანტურ მორთულობაში დისონანსი შეიტანა. ქალმა ეს იგრძნო და ეცადა იქაურობას სწრაფად გასცლოდა. რათა მისი მოსასხამის უბადრუკობა ბეწვის ძვირფას ქუჩებში გამოწყობილ სხვა ქალებს არ შეემჩნიათ. ქმარმა მისი შეყოვნება დააპირა. მოიცადე, გარეთ გასვლისთანავე შეგცივდება, ახლავე ეტლს მოვიყვან. მაგრამ ქალმა ყურიც არ ათხოვა და კიბეები სასწრაფოდ ჩაირბინა. ქუჩაში მათ ერთი ეტლიც ვერ იპოვნეს. შორს მიმავალ დილიჟანებსაც ამოოდუხმობდნენ. სიცივისგან აცახცახებულნი და სასოწარკვეთილნი სცენის სანაპიროსკენ გაემართნენ, სადაც როგორც იქნა დაიქირავეს ერთი ძალიან ძველი, ორადგილიანი ღამის ეტლი, რომლის მსგავსსაც პარიზის ქუჩებში დაღამებამდე თვალს ვერ მოკრავთ. თითქოს დღის შუქზე თავიანთი სიღატაკის გამოჩენის რცხვენიათო. ეტლმა ისინი მარტირის ქუჩაზე, თავიანთი სახლის კარამდე მიიყვანა. ცოლ-ქმარი კიბეებს სევდიანად დაუყვა. ქალისთვის ყველაფერი დასრულდა. კაცი კი იმაზე ფიქრობდა, რომ 10 საათზე მინისტრთან უნდა გამოცხადებულიყო. სარკის წინ ქალმა მოსასხამი მოიძრო, რათა თავისი დიდებულება ერთხელ კიდევ ეხილა, მაგრამ უეცრად ყვირილი აღმოხდა. ბრილიანტის ყელსაბამი მას ყელს აღარ უმშვენებდა. სანახევროდ გახდილი ქმარი შეეკითხა: რა დაგემართა? ქალი შეშლილი სახით შებრუნდა მისკენ. მე მადამ ფორესტიეს ბრილიანტის ფარღული აღარ მაქვს. დაბნეულ ქმარს თმა ყალყზე დაუდგა. ვისი? როგორ? ეს შეუძლებელია.
მათ ეძებეს სამკაული კაბის ნაკეცებში, პალტოს ნაოჭებში, ჯიბეებში, ყველგან, მაგრამ ვერსად იპოვნეს. დარწმუნებული ხარ, რომ ბალზე არ დაკარგე? კი, მინისტრის ვესტიბიულში მე მას თითებით შევეხე. თუ ქუჩაში დაკარგე, ძირს და ცემის ხმა უნდა გაგვეგო. ალბათ ეტლში ჩამოგვარდა. კი, ეს შესაძლებელია. ეტლის ნომერი გახსოვს? არა. შენ ხომ არ შეგიხედავს? არა. ისინი თავზარდაცემულები მსჯელობდნენ. ბოლოს მუსიე ლუაზელმა ისევ ჩაიცვა. მე მივდივარ. ხელახლა გავივლი გზას, რომელიც გამოვიარეთ. ეგ სადმე ვიპოვნო. კაცი გავიდა. საღამურში გამოწყობილ ქალს დაწოლის არაქათიც გამოელია. ცივ და ჩაბნელებულ ოთახში მდგარ სკამზე მოჭრილივით დაეცა. ფიქრიც კი შეწყვიტა. დილის 7 საათისთვის ქმარი ხელმოცარული დაბრუნდა. მან მომხდარის შესახებ განაცხადა პოლიციის პრეფექტურაში, გაზეთების რედაქციებში, პატარა ეტლების კომპანიაში, ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა გამოთქმულ ვარაუდს, გადაკრულ სიტყვას. რაიმე გუმანს დანაკარგის პოვნის იმედი გაეჩინა. თან პოვნელს ჯილდოს პირდებოდა. უბედურების მოლოდიში დაბნეული და შეძრწუნებული ქალი ქმარს მთელი დღე ელოდა. მუსიე ლუაზელი შინ წონა გამოცლილი სხეულით დაბრუნდა. დასამალი რაღა იყო? საჭიროა, თქვა მან. შენს მეგობარს ბარათი მივწეროთ, რომ ვითომ ყელსაბამის შესაკრავი გაგიტყდა და უნდა შეაკეთო. ასე დროს მოვიგებთ, რომ პრობლემა როგორმე მოვაგვაროთ. ქალმა ქვის კარნახით დაწერა ბარათი. კვირის ბოლოს მათ ყველა იმედი გადაეწურათ. 5 წლით დაბერებულმა მადამ ლუაზელმა განაცხადა. დაკარგული სამკაულის შესაცვლელად რაიმე უნდა ვიყონოთ. მეორე დღეს ნახეს კოლოფი, რომელშიც ყელსაბამი იდო. მას იუველირის გვარს მიაგრეს და მასთან გაემგზავრნენ. იუველირმა მათ უთხრა: მე ის არა ვარ, მადამ, ვინც ამ ყელსაბამს ყიდეს. მე მთხოვნელი მხოლოდ კოლოფით შემიძლია მოვამარაგო. ლუაზელებმა ყველა საიუველირო მაღაზია მოიარეს. ეძებეს მსგავსი ყელსაბამი. ეცადნენ აღედგინათ იგი გონებაში, რომელიც მწუხარებისა და დარდისგან დაბინდოდათ. როგორც იქნა პალე რუაიალის სასახლის გალერეაში მოთავსებულ საიუველირო მაღაზიაში მიაგნეს ალმასის ყელსაბამს, რომელიც დაკარგულს სიდმიწევნით გავდა. ყელსაბამი 40,000 ფრანკი ღირდა, მაგრამ 36,000-ადაც გაყიდიდნენ. ისინი იუველირს შეემუდარნენ, ეს სამკაული 3 დღის განმავლობაში არ გაეყიდა და აგრეთვე პირობა ჩამოართვეს, რომ თუ თებერვლის ბოლომდე დაკარგულ ყელსაბამს იპოვნიდნენ, ეს ნივთი 34 ფრანკად უკან დაებრუნებინა. მუსიე ლუაზელს თავად ჰქონდა 18,000 ფრანკი, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით ერგო. დანარჩენი კი ვალად უნდა აეღო. 1000 ფრანკის თხოვა ერთს, 500 მეორეს, 20,000 მესამეს. აიღო დიდი ზარალის მომტანი თამასუქი. ყველა ჯურის მევახშე გამსესხებელთან დაიჭირა საქმე და ბოლოს საკუთარი პიროვნული ღირსებაც კი საფრთხეში ჩაიგდა, ისე რომ არც კი იცოდა ღირსებას როდისმე თუღა აღიდგენდა. მომავალთან შესაბმელად, შავი სიღატაკის დასამარცხებლად ის შეძრწუნებული მიემართებოდა, რასაც პერსპექტივაში მუსიე ლუაზელის მორალური ტანჯვე წამება და სრული ფიზიკური განადგურება უნდა მოეტანა. როცა მადამ ლუაზელმა მადამ ფორესტიის ყელსაბამი დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა შეურაცხმყოფილი გამომიტყველებით უთხრა: შეგეძლო უფრო ადრეც დაგებრუნებინა. ხომ შეიძლებოდა ის მეც დამჭირებოდა. კიდევ კარგი, მადამ ფორესტიეს კოლოფი არ გაუხსნია. მადამ ლუაზელს მეგობრის ეშინოდა. რას იფიქრებდა თუ შეამჩნევდა, რომ ყელსაბამი შეცვლილი იყო? რას იტყოდა? ხომ ქურდად ჩათვლიდა? მადამ ლუაზელმა უპოვართა უხამსი ცხოვრება შეიგრძნო. მას საკმარისად იწვნია და სხვათა შორის თავისი წილი ტანჯვა გმირულად აიტანა. საჭირო იყო იმ საზარელი ვალის გადახდა და ისიც იხდიდა. ლუაზელებმა მოსამსახურედ დაითხოვეს. საცხოვრებელი ბინა გამოიცვალეს და სხვენის ქვეშ მანსარდი დაიქირავეს. ქალმა უხეში საოჯახო შრომის მთელი სიმძიმე იწვნია. საზისხარის საქმიანობა სამზარეულოში ის ჭურჭელს რეცხავდა. გაქონილ გაპოხილი თიხის ქოთნებისა და ქვაბების ხეხვაში თავის ვარდისფერ ფრჩხილებს ცვეთდა. საპნით რეცხავდა ბინძურ თეთრეულს, პერანგებსა და ჩრებს, რომლებსაც შემდეგ თოკზე აშრობდა. ყოველ დღე ქუჩაში ნაგავი ჩამოჰქონდა და წყალი აქონდა. სულის მოსათქმელად კი ყოველ სართულზე ჩერდებოდა. მემწვანილესთან, ბაყალთან, ყასაბთან, გლეხის ქალივით ჩაცმული დადიოდა. კალათით ხელში შეურაცხყოფილი ვაჭრობდა და გროშებს თითოეული სუსტაზოგვით ინარჩუნებდა. მათ თამასუქის ღირებულება ყოველთვე უნდა ეხადათ, რათა ვალი არ განეახლებინათ. ქმარი მუშაობდა, საღამოთი კი ჩანაწერებში ცხვირ ჩამოშვებული მოგებას ანგარიშობდა. შემდეგ მთელი ღამე 5 სუთ გვერდების ასლებს წერდა. მათი ასეთი ცხოვრება მთელი 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს როგორც იქნა, ყველა ვალი გაისტუმრეს, გადასახადიც და ვახშის პროცენტიც. ახლა მადამ ლუაზელი თავს დაბერებულად გრძნობდა. ის უტეხი და ტლანქი გახდა. სუდად დავარცხნილი, მოღრეცილი ბოლო კაბითა და წითელი ხელებით.
ხმამაღლა მოლაპარაკი ხატა კიდე ასახლისებით გამოიყურებოდა, თუმცა ზოგჯერ, როდესაც მისი ქმარი სამსახურში იყო, ფანჯარასთან მდგომი ქალი ოცნებით გაჰყურებდა წარსულის ერთ საღამოს და იხსენებდა იმ ბალს, რომელზეც თავად იყო დღესასწაული. ვინ იცის, რა მოხდებოდა ის ყლსაბამი რომ არ დაეკარგა? ვინ იცის? ცხოვრება რა უცნაურია, რა ცვალებადი, რა ცოტა კმარა იმისთვის, რომ დაგღუპოს ან გადაგარჩინოს. ერთ კვირა დღეს მადამ ლუაზელი დასასვენებლად ელისეს მინდვრებზე გავიდა, რათა ძალღონე მოეკრიბა იმ მძიმე შრომისათვის მთელი მომავალი კვირის განმავლობაში რომ ელოდა. უეცრად მას შეამჩნია ქალი, რომელიც ბავშვს ასეირნებდა. ეს მადამ ფორესტია იყო. მუდამ და ყოველთვის ახალგაზრდა, მშვენიერი და მომაჯადოებელი. მადამ ლუაზელი აღელდა. სასაუბროდ მივიდეს, დიახ, უეჭველად. და რაც თავს გადახდა, რაც მისი ყელსაბამი დაუჯდა, ყველაფერს ეტყვის. რატომაც არა? მადამ ლუაზელი მეგობარს მიუახლოვდა. გამარჯობა, ჟანა. მადამ ფორესტიამ მეგობარის საერთოდ ვეღარ იცნო. შესაბამისად, ფამილარულმა მიმართომ გააკვირვა და ჩაიბუთბოდა. მაგრამ მადამ, მე არ გიცნობთ. თქვენ ვიღაცაში გეშლებით. არა, არ მეშლები. მე მატილდა ლუაზელი ვარ. და მის მეგობარს ყვირილით აღმოხდა. ო, ჩემო საცოდაო მატილდა, როგორ შეცვლილ ხარ? დიახ, მას შემდეგ რაც ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს, დღითი დღე მეტად და მეტად ვუხეშტები და ვღატაკდები. ახლა შენ შესახებ ვისაუბროთ. ჩემზე? როგორ ხარ? გახსოვს მინისტრთან გამართული სადღესასწაულო შეხვედრისთვის ბრილიანტის ყელსაბამი რომ მოთხოვე? კი, და რა მერე? მერე მე ის დავგარგე. როგორ? შენ ხომ ის უკან დამიბრუნე? დაგიბრუნე სხვა, მისი მსგავსი. და აი 10 წელია მე და ჩემი ქმარი მის საფასურს ვიხდით. ხომ ხვდები რომ ეს ჩვენთვის ადვილი არ იქნებოდა, რადგან თითქმის არაფერი გაგვაჩნდა. როგორც იქნა ყველაფერი მოვაგვარეთ და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. შენ ამბობ რომ იყიდე ბრილიანტის ყელსაბამი, რომლითაც ჩემი ჩაანაცვლე? კი, როგორ არ შეგიმჩნევია? ისინი მართლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. გახარებულმა მადამ ლუაზელმა გაიღიმა. ეს ღიმილი ერთდროულად ქედმაღლურიც იყო და მიამიტორიც. უზომოდ გაოცებული მადამ ფორესტია ქალს ორივე ხელით ჩაებღაუჯა. ო, ჩემო საწყალო მატილდა, ჩემი ყელსაბამი ყალბი იყო. ის 500 ფრანგზე მეტი არ ღირდა. დასასრული.